მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, განსაკუთრებული ვიდეოა, რადგანაც ჩვენი ნაკრები გაიმგზავრა ხორვატიაში მსოფლიო ჩემპიონატზე. მე პირადი საქმეები მქონდათ, ამიტომ ერთი დღით დაგვიანებით შევუერთდები ნაკრებს. მაიამიდან გამოვხედი და ჩამოვედი ახლა სტამბულში. უკვე 20 საათია გზაში ვარ და დაახლოებით 8 საათში უნდა ვიყო დანიშნულების ადგილზე, ანუ 28 საათი გამომივიდა, რომ გზაში ვარ და შევუერთდები ბიჭებს. როგორც იქნა ჩამოვხედი მოკლედ ზაგრებში და ახლა ვიღებ ვარკს. მე მანქანას ავიყვან და დაახლოებით 2 საათნახევრიანი გზა მაქვს დანიშნულების ადგილამდე. 28 საათიანი გზავრობის მერე როგორც იქნა ჩამოვაღწიე დანიშნულების ადგილას. ხო და ბიჭები ახლა უკვე ხარშავენ დასაკვებს. ნაწილი ხარშავს, ნაწილი ტბაზე არიან გასულები. მიდის სერიოზული სამზადისი. დღეს იხარშება ტაიგერი, ნახეთ რამდენი ტაიგერი მოიხარშა. რამდენი კილო გამოდის დაახლოებით, ხო არ გვაქვს დათვლილი? 60 კილო ხარშეთ და 150 კილო. ნახეთ, აი აქეთ დაგათვალიერებინებთ აი ესეთი პატარა ბუნგალოც გვაქვს აღებული, სადაც ჩვენი აღჭურვილობა ხარისხდება, ეწყობა და ხვალს აღამოსთვის აქ ყველაფერი უკვე მანქანებში დაბინავებული იქნება. მე ნელა დაგათვალიერებინებთ, მეც არ დამითვალიერებია, მაგრამ კაი ბუნებაში ვართ. შევიკრიბეთ ყველანი. დანჩო, ეს ძველი ვიდეოებიდან თუ გახსოვთ, ჩვენი წვრთნელი იყო 2 წლის წინ. ნელა ვიკრიბებით. აი ესეა მეგობრებო. ორ დღეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვითევზავოთ, მაგრამ სასტუმროს თან პატარა, ტბაც არა ქვია ამას რაღაცა აუზივით არის და აი ესე უცებ კუსტარულად, მამაპაპურად ანკესი ჩავაგდეთ. 2 კარასი დაჯდა. ველოდებით კიდევ. აი ესეთი აღჭურვილობა იმალებოდეს აქ და ამაზე თევზაობდეს. ცოტა ისე სასაცილოდ კი მოჩანს, მაგრამ თავისი მუღამი აქვს. რაღაცა საშუალოზე რა. თუ რაღაც საშუალო ფულაც რო გამოვიტანოთ ბოროვიტი და რატო იქიდან შეიძლება ტოპი ფულაც გამოვიტანო? აქ 2 გუნდი რო არის, აქ უფრო მეტი ბაზარი არ არის. ეკოლოგიკაც არის. მიდის ტაქტიკის განხილვა. ფიზიკურად რო შეხედო. დღე მეორე მეგობრებო, გუშინ გამოვიძინეთ და გაგვითენდა ახლა დღევანდელი დღე. 1 საათში არის კაპიტნების შეხვედრა. მოგეხსენებათ, წელს მე ვარ ნაკრების კაპიტანი და ახლა უნდა წავიდე შეხვედრაზე, სადაც შეთანხმდება წესები წლევანდელი ტურნირის აქტუალურ საკითხების განხილვა იქნება და პლუს ამას იქნება კენჭისყრა, კენჭისყრის პირველი ეტაპი. ამას უკვე იქ რომ იყოთ, უშუალოდ აგიხსნით რა ხდება და როგორი ტიპის კენჭისყრა არის. აბა ბიჭებო, როგორი განწყობაა, ნოდო? ველოდებით კენჭისყრას და იმედიანად ვართ განწყობილები რა. იმედიანად მიდის ბოროვიქსი. ლევან აბა, ვოლოდინის რეჟიმში ვარ ძალიან რა. ველოდებით სექტორებს ვის აიწავათ. ვის სად უნდა აბა რომ მოხდეს ახლა თუ? ეციაცებია. აკოლას უნდა მარტო ბოროვიქსზე. ხო, თავარია იღბლიანი სექტორი. რო ბოროვიქსზე თუ გამართლა, ყველაფერი კარგად იქნება რა. იქ თუ კაცი. წელს ლაშა კომბინაციაში დებიუტანტი იყოს. პრინციპში 9 კაციდან ლაშა არის, ხო? პირველად რო არის. მე ვარ თილისმა და ზონა გარშედეგი გვექნება. ძალიან კაი. აბა 1 საათში არის უკვე კენჭისყრა. მოვედით. კენჭისყრაზე 9 საათში დაიწყება კენჭისყრა და გიო არის ჩვენი თილისმა რა. გიო უნდა ამოიღოს კომბინაციები რა. დღეს ამოვიღებთ ესე იგი
რომელ სექტორში, რომელ ზონაში რომელი გუნდი წავა, ეგ გაირკვევა დღეს. და მე უკვე თავარი კენჭისყრა იქნება ხვალ, ანუ ორ ეტაპად არის კენჭისყრა დაყოფილი. იო, მედია კაი ესე როგორც გვაქვს და მართლებს ამჯერად ნახოთ. Next nation, Georgia. აბა ჩვენი თილისმა წავიდა. Number 18. 18 Next nation, Germany. 18 ავიღებთ ჩვენ. აი მნიშვნელოვანი მომენტი. Thank you. Next nation, Georgia. First team fishing in sector C. Second team ის რაც გვინდოდა. fishing in sector B. And the third team fishing in sector A. კარგია. ესე იგი დასრულდა პირველი შეხვედრა კაპიტნების რაღაცები დავაზუსტეთ. პლუს ამას პირველი ეტაპი კენჭისყრის ვფიქრობ რომ წარმატებული გამოვიდა. ისე გადააწილდა გუნდები როგორც ვისურვებდით. ნახოთ ახლა იმედია კარგი სექტორებიც იქნება. ახლა ბრუნდებით ბაზაში. რა მოხდა? ეს ბედუინი. აბა ბიჭებო. როგორი კმაყოფილები ხართ, ჰა? ამურების ხასიათზე. ამურები და მგონი ისე გადააწილდა, რა მე ეგრე მინდოდა რომ გადააწილებული იყო რა რაღაც დაგიმოვთ ასე რომ. წავიდა მზადება ახლა. ის გადაყვანაზე. აი ესე დაზვერვა ლოჯისტიკა ეხმარება ძირითად გუნდებს მიმდინარეობს პვეების გაკეთება. 64 ცალი აქ გაკეთდა. 50 აქ. 60 აქ. ბიჭები უკვე ძუებს აკეთებენ. იდის მზადება. სულ უფრო ცოტა დრო რჩება დაწყებამდე. აი ესე იგი მოკლედ მივედით ვიშოპინგეთ. საკვები მოიმარაგეს გუნდებმა. აბა რა ხდება ნოდო? იყიდე რისი ყიდვაც გინდოდა? მოვიმარაგეთ საჭმელ სასმელი და მზად ვართ რა, ხვალდელი დღისთვის. შენ სექტორზე რა სიტყვი ახლა? სექტორი კი არ ზონაზე. რავი, მე მგონი რომ კაი ადგილას, კაი ზონაში მოვხდი და სექტორიც შესაბამისად თუ რომ მოკლე დისტანცია ამოვა უკეთესია, რადგან ვიცით რომ მეორე მხარეს იჭირება თევზი მეორე ნაპირისკენ რა და რაც უფრო მოკლე იქნება, მით უფრო პერსპექტიული იქნება. რა ხდება ლევან? იყიდე? სამი დღის საკვები. კი, შევიცინეთ ყველაფერი 3 დღის საკმარი საკვები. ოროვიკის ტბაზე მივდივართ. ცოტა რთული ტბაა, მაგრამ რთული შეხვდათ თქვენ. შემართება დიდია. გამარჯვებისკენ, წინ გამარჯვებისკენ. ორი არის ამური არის და ამურის მამები ესენი არის. კი. წავედით, ახლა გახსნის ცერემონიალზე. აი ესეთი მანქანებით მოძრაობთ, ეს ჩემი მანქანაა, ერთი მინივენი და კიდე ერთი დიდი ტრანზიტი ყავს. ესე იგი ახლა შემოვედით მაღაზიაში და ნიჩაბი წერა ქვი და ეგეთი რაღაცები უნდა ვიყიდოთ, იმიტომ რომ ბოროვიკის ტბაზე ბიჭებს შეიძლება მოუწიოთ სექტორში პატარა მუშაობა და ეგეც გვინდა და იდეაში ამოსაცხრაო წერაქვებით რაღაცა შეიძლება. აი, ნახე, ანეს? ან თოხიცა? აი, ნახე, ესეც არის ვარიანტად. აბა შეხედეთ. პირად გინდა ამით გამოაყრევი. არა, კაც. ო, ეგეც არის. არ გინდა ეგ, არ იგეღო ფაქტ. ამით მოჭრია ხელოვნებას. ეგაა. მივედით. ენელა ვიკრიბებით. სული შემადგენლობით არ წამოვედით. იმიტომ რომ საქმეები იყო კიდევ დარჩენილი და არც არის ხოლმე აუცილებელი რომ გახსნის ცერემონიაზე სული შემადგენლობა იყოს. თან
ბევრი ჩვენგანი უკვე ბევრჯერ არის ნამყოფი, დიდი ის არ არის ხოლმე და ამიტომ საკმარისად ვართ, მაგრამ სულ შემოდგომით არ ვართ. აი, ნენელა მობილიზება ხდება გუნდების. ესეთ დარბაზში იქნება გახსნის ცერემონიალი ჩვენ საიაგერ საქართველოს აიაგერგას ჩვენი კუთხეც ნაცნობებთან აფრიკა არის აქ შოტლანდია და საინტერესო მეზობლებში მოკლედ აბა როგორი განწყობაა ბიჭებო აი ეს ძალიან ბევრი ხალხია ბევრი მეთევზეა ლოჯისტიკის ხალხი როგორც უყურებთ ზოგადად ჩვენ ახლა 9 ვართ მაგრამ გუნდები ჩამოდიან 30-40 კაციანი შემადგენლობებით ზურა რას გვეტყვი აბა ჩართე მიკროფონი მე ვფიქრობ რომ წინა წლებთან შედარებით კარგი სიტუაციაა კი აშკარად დარბაზიც ბევრად უკეთესია ბევრად კარგად არის დაორგანიზებული უნგრეთზეც საფრანგეთზეც შაშან ხორვატიაშიც რო იყო ნუ ყოველთვის ჯერჯერობით ესეთ კარგ გახსნის ცერემონიალზე არ ყოფილა ჯერ არ დაწყებულა მართალია მაგრამ უკვე კოჭებშივე ეთყობა რომ საკმაოდ საინტერესო და კარგი უნდა გამოვიდეს. ნენელა ახლა გუნდები შემოდიან და 10 წუთში 10 კი 7 წუთში უკვე ოფიციალურად დაიწყება გახსნის ცერემონიალი. ახლა ვნახეთ ძველი ნაცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ქვეყნის კაპიტნები და მოკლედ საინტერესო ჩემპიონატი გველის ცოტა ამინდით უჭდება, მაგრამ იმედია რომ ხვალისთვის კარგი ამინდი იქნება რა. ბიჭებიც აქ არიან, ერთ-სამე აბა გითხარით ორი სიტყვა ბიჭებო. მოგესალმებით. პირველად შენ ახლა ესეთ ღონისძიებას ძალიან მაგარი გარემო გვაქვს. ამაღლებული განწყობა არის, ნაკრობა ქვეყანა აქ არის უკვე შეკრებილი, კიდევ მოდიან. ყველა არის ძალიან კარგ ხასიათზე, მათ შორის ჩვენც და მოკლედ ველოდებით მოუთმენლად ხვალინდელ დღეს. და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი გამოსვლა გვიქნება საქართველოს ნაკრებს. კი, ლაშა ხვალე იქნება აი ამათთან ერთად. ბოროვიკის ტბაზე ლოჯისტიკაში იქ საერთოდ კომუნიკაცია არ არის და რაციებს გირიგებენ ხოლევან. კი, რაციებს გირიგებენ. ცოტა რთული სიტუაციაა ჩვენ ტბაზე. მაგრამ წინ გამარჯვებისკენ. როგორც ვიცი არის მწერები, ანუ მწერები ეს კოღო არაო ძალიან დიდი ბზიკები და კრაზანები და ფუტკრებია და გვითხრეს, გაგვაფრთხილეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ რაციებიო, რომ მედიკოსები მოვიდნენ დროულათო. მოკლედ ძალიან ველურ ტბაზე უწევს ლევანის და ლაშას მუშაობა. მედიკოსები დაჭირდება ხორვატებს. ხო, არა პაპა. ხომ მე როგორც ხომრობის ხასიათზეა. მადლობა, ვინც წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. ჩვენი გამარჯვება, ქვეყნის გამარჯვება. აი, თავარი ყასაბი. ზურა როგორც ყოველთვის უცხო ტიპებთან შედის კომუნიკაციაში, ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას, ეს არის სამხრეთ აფრიკა. ეს საჭიროა გარკვეული რაღაც ინფორმაციების მიღება, გაცვლა. Molim vas za pozornost. Zamolila bi timove da izađu. Aj, ჩვენი ბიჭები. აი, ნახეთ რა ლამაზი სიტუაციაა. ორი კარგია აქაურობა. I'm sorry.
აი შეხედეთ რამდენი ხალხი. ჩვენ კამერასაც აქედან ჩავიწე თური საღამო მშვიდობისა საქართველოში ალბათ უკვე ღამეა დაიხეთ ხოლა წეში არის ბოლო დასკვნითი ეტაპებზე მივედით ჰემფიც მოიხარშა აი ნახეთ მოუხარშეთ ჰემფი ეხლა საბოლოო ჩადაგება მიდის და ჩავტვირთავთ ყველაფერს აღჭურვილობას დილისთვის სრული მზადყოფნა უნდა იყოს აი აქ არის ჩვენი ესეთი ბაზა შემოატრიალე სადაც აი ჩვენი ბიჭებიც მოვიდნენ ახლა ჩავალაგებთ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი სამარშრუტო ტაქსი მარშრუტკა ბიჭებმა ჩამოიტანეს დასაკვები ხა 40 კილომეტრი იყო ნასიჩედან კიდევ პლატფორმა მოიტანეს მაგიდევი მოიტანეს ჩავლაგდებით ახლა ცოტა გარეთ წვიმს აი გაის ცუდი რომ გარეთ წვიმს მაგრამ всё კაია მოდი ცოტა მოდი კაცო მოდი წვიმს იყოს აქ ის რო არ გავიფუჭოს ჩამოვიდა ახლა ტვირთი ბოილი ჩამოვიდა ხო და ჩავბარგდებით ახლა საბოლოოდ და ეგ არის პატარა შეკრებაც ჰქონდა გაკეთებული ხო არა კაი პლატფორმაა ნახეთ ჩვენიერი პლატფორმა არის ხო პლატფორმა სერიოზული და ჩვენაირი ლაფატკებიც აჰა ნიჩბებიც არის ლოგინიც არის მოკლედ ყველაფერი გვაქვს ბოილი თემა ხო არ დაიღალე всё ჩვენი ეს სერიოზული პლატფორმა არის რა ჩები просто ეს ჩვენთან არ შევა ეს არის ბაზა კაი მაგას მივხევთ ახლა რომ გამზადებულია ყველაფერი ჩანთებში ჩააწყობენ ცოტა რაღაცები გადარჩათ ბიჭებს კორმები მზად არის აი ნახეთ რამდენი თაიგერი გვაქვს მოხარშული ეს არის ორი გუნდის მესამე გუნდის კიდე ამას თითქმის ერთი ამდენია ბოროვიგზე წასასვლელი აჰა მორჩა მეგობრებო მორჩა სამზადის ისაც გახსნის ცერემონიალი და საბოლოო დეტალების მომზადება პრაქტიკის განხილვა და ასე შემდეგ მიმდინარეობს სულ მალე დაიწყება სოფლიო ჩემპიონატი აი აქ გვაქვს დამბა ჩასასვლელი ეს არის პირველი ქვეზონა ეს არის გვაქვს მეორე ქვეზონა რა შენ ცუდი სექტორები არის აი აქედან მე-11-მდე როგორც ხო მე-11-მდე აქედან ეხლა აი გამიხილავთ და კიდე გამოჩდება რა ეს არის ძველი რუკა აი აქ განხილული ეხლა 23-დან 22 სექტორის ჩათვლით რა ანუ 23-დან აი აქედან 23-დან 22 სექტორის ჩათვლით შენ აქედან აქამდე ამბერია დაახლოებით ისინი ამ ძალიან ბლიჟნებია ხა ესენი ხო ანუ 200 არის მანძილები გვაქვს აი ეს არის ზუსტი დაზომილი რუკით რა დაზომილი და 197 მეტრი არის რა აბა რატო ითვლება რომ ეს ახლოს ათევზაო რატო არის არა ცეპის პუნქტში მაგრამ აი ბევრად ვილას ეს რომელი წერტილი და ახლოსში არ არის ზაცები 41 რა აი ნახე გაჩვენებს და ეხლა აქ მაგალითად P41 ნახავთ სად არის P41 ვერ ნახავთ თუ ნახავთ უკვე მიმდინარეობს ჩატვირთვა დარჩენილი ინვენტარის ლოჯისტიკის გუნდი აქტიურად მუშაობს რა თქმა უნდა მონაწილეებიც აქტიურად მუშაობენ ჩატვირთვაში
გაგვითენდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ალბათ მსოფლიო ჩემპიონატების ჩემპიონატის განმავლობაში. კაპიტნების მეორე შეხვედრა იწყება ეხლა და უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა. ნახოთ იმედი ერთიანი კენჭისყრა გვექნება. იო, აბა, არ მობილიზებული? ნახოთ, იმედია, კარგი კომბინაცია მოგივა და სამივე გუნდი მეტნაკლებად აქ სექტორში შევხვდით. იმედი გვაქვს. ნელა უკვე გუნდებით მობილიზებულები არიან. ორჩა კენჭისყრა ერთი შეხედვით ცუდი სექტორები არ ჩანს. კუთხის სექტორი გვაქვს B სექტორში, კუთხის სექტორი გვაქვს B ზონაში. გვერდით სოფლიოში ყველაზე მაგარი მეთოზე დალიბორ ვანაიც გვიდგას და საინტერესო იქნება ჩვენები რას იზავენ და რას ვიზავთ B-შიც, A-შიც და C-შიც. წავედით ახლა. უნდა გადავნაწილდეთ უკვე სექტორებში.